აი ჩვენ სასულიერო პირებს გვიწევს ხოლმე ამის გამოცდილება, როცა ჩვენ მივდივართ მიცვალებულთან მივიდეთ, პანაშვიდი გადაუხადოთ, წესი აუგოთ და თუ ეს მიცვალებული არ ცხოვრობდა იმ დიადი მიზნის შესაბამისად, თუ მისი ახლო გარემოცვა არ ცხოვრობდნენ შესაბამისად, ეს ძალიან იგრძნობა, მიდიხარ და გძნობ, რომ ჯოჯოხეთში შეხვედი. იმიტომ რომ ყველაზე მეტად როცა უნდა განიცდიდნენ ღმერთს და ყველაზე მეტად როცა უნდა ისწრაფოდნენ ისკენ, ყველაზე მეტად როცა უნდა სასოებდნენ, ებღაუჭებოდნენ, ქრისტე ყველაზე მეტად როცა უნდა იყოს იმედი, იმიტომ რომ მათი ახლობელი გარდაიცვალა, სწორედ მაშინ სრული აპათია. განულებული მიზანი, თავარი, ეგზისტენციალური მიზანი, განულებული. და რა არის ეს? ეს არის ჯოჯოხეთი. ეს იგრძნობა ხოლმე, ეს განიცდება და ყველა სასულიერო პირი დამეთანხმება, იმიტომ რომ ყველა სამწუხარო გამოცდილება გვაქვს ჩვენ ეს, მიდიხარ და აიძულებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ გებრალებიან, გებრალება გარდაცვლილი, აიძულებს შენ თავს ილოცო, რომ ღმერთმა რაღაცა შვება მისცეს, შეღავათი მისცეს, ისმინოს, მე შენ თავს არ წმუნებ, რომ შენ ხო არ იცი ეს კაცი როგორ წავიდა ეგების, მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის, გარდაცვალების წამს და ასე შემდეგ, ანუ რაღაცნაირად არ წმუნებ შენ თავს, ეს უნდა გააგრძელო, მე მოდის შენდობის ლოცვის, კითხვის დრო, აი ესეთ მდგომარეობაში ხარ და ხედავ საშინელ ტკივილს ერთი ან მისი ახლობლების რამდენიმე ადამიანისა, რომლებმაც იცხოვრეს სულტყუილ უბრალოდ და ის დაივიწყეს, რომ ადამიანი არის მიზანსწრაფული არსება, მიზნის გარეშე ადამიანი არ არსებობს, მაგრამ როდესაც ადამიანის მიერ ადამიანი მიზანსწრაფული არსება და როცა ეს ადამიანი თავისი აზროვნებით, რომ მოაზროვნია და თვითუფლებრივად, ანუ თავისუფალია, აირჩევს მიზანს, რომელი მიზანიც აღმოჩნდება სისულელე. რატო სისულელე? თუნდაც იმის გამო, რომ წარმავალია, თუნდაც იმიტომ, რომ მარადიული პერსპექტივა არ აქვს. მიზანი, ავირჩიე მიზანი ცხოვრებაში, რაღაცა, ეს არის ჩემი მიზანი, ეს არის ჩემი ცხოვრების აზრისი, რომელსაც არ აქვს მარადიული ღირებულება. მიწაზეა ესე მიგლესილი და დამთავრდა. არც მეტი, არც ნაკლები. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო. მთელი ცხოვრება ამას ვემსახურებოდი. და ეს არის სისულელე, იმიტომ რომ უპერსპექტივოა. და როცა აი და შენ ხარ მოაზროვნე, შენ ხარ თავისუფალი და შენი თავისუფალი გადაწყვეტილებით, როგორც მოაზროვნე არსებამ, ჩაიდინე ეგზისტენციალური ყოფიერებითი სისულელე და ემსახურებოდი იმას, რაც დღეს ხვალ დასრულდება. შენ გარდაცვალების თანავე ან უფრო ადრე, როცა ესეთ რამეს აკეთებს ადამიანი და აღმოჩნდება სისულელე, მთელი ცხოვრება და ყველაფერი, უნდა ხვდებოდეთ, რომ ასე დროს ადამიანმა, გონიერმა, თავისუფალმა და აქედან გამომდინარე შესაბამისად პასუხისგებლობით აღჭურვილმა არსებამ სერიოზული, ეგზისტენციალური, ანუ ყოფიერებითი და გამოუსწორებელი, რაც ყველაზე მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ეს შეცდომა აღარასოდეს გამოსწორდება. რა საშინელებაა ეს? და ეს არის საშინელება, რომელიც იშვიათად კი არ ხდება. რომელიც ძირითადად სულ ასე ხდება. სულ ასე ამთავრებენ ადამიანები თავის ცხოვრებას. უდიდეს უმრავლესობაში.